ვაიმე ლაშა როგორ მიყვარს თბილისობა გიჟდები თბილისობაზე ყურძენი წაბლი ჩურჩხელები თბილი წინდები ესე რომ იყიდება ხოლმე რა კარგია გიჟდები იცი მე და თამარს ადრე როგორ გიყვარდა თბილისობა გიჟდებოდით იმდენს მხიარულობდით ხოლმე ესე გავდიოდით ქალაქში თან რამინი ბიძიას ჩამოქონდა ხოლმე სულსაც სანოვაგე ხო და ნახევარს რასაც ვერ გაყიდდა ჩვენ გვიტოვებდა ხო და ესე მერე ჩვენ თბილისობა კეთება კარგი ხო რა არის იცი რაღაცა მაციებ ცოტა და მე მგონი სიცხე მაქვს სიცხე გაქვს ხო მოიცადი ახლა მანახა ცხელი ხარ ხო იცი შენ ცოტა კი ხარ ცხელი ხო მიდი აბა სიცხე გაიზომე ხო და თუ სიცხე არ გექნება ლაშიკო შედი მე მიშიკო საჭმელი აქვს გასაკეთებელი ფაფა აქვს მოსამზადებელი ხილი გასახეხი ხო და თუ სიცხე გექნება მე ხლა წამალს მოგიძებნი და თერმომეტრს სიცხე მაქვს კეთება აბა რა მაქვს სიცხე სიცხე გაქვს მოიცადე ერთი წუთი ხო გძნობ ეხლა რა სიცხე გაქვს შე რამდენი ბევრი აი რამდენია ხა ეს ბევრი აი რამდენი ტონა კარტოფილი ჩვენ გაქიმდე ჯერ სიცხე გაიზომე და მერე ილაპარაკე შენ მართალია კეთება ეს რა ვქე თერმომეტრი არ მინდა აი ვახოს კარტოფილს დავიდებ შულზე თუ შეიცვა ესე იგი სიცხე თუ ისა აჰა უბრალოდ მომისმინე აი ხა ზუსტად მაგ კარტოფილის გასაყიდად მივიდივ მომისმინე კარგად ეხლა მაგრამ დღეს თამარმა დარეკა მოვდივარო რა ხო და დამხვდიო ხო და რა ვიფიქრე იცი იქნებ დამეხმარო თქო რა კლიენტი ვიპოვე რა კარტოფილი უნდა და ახლა თუ ცუდად ახარ რა ვიცი ესე იგი შენ არჩევანის წინაშე დგახარ ვახო ან კლიენტი უნდა დაკარგო ან თამარ რთულია ეგ ცოტა რთული არის კი ვახო ხულრაო ჩემი და ჩამოდი საირმიდან და რატომ მოდის ესე მალე რა იჩქარება რა ვიცი აბა კეთება ნეთქობა იქ დეპორტი ჩაურთხეს და ლაშა აი მაინც მეძალება ცუდად ვარ მაგრამ მეძალება ვახო ხო ჩამოვა ეხლა ჩემი თამარი დასვენებული გალაღებული თვალები გაბრწყინებული ჩემი და მომენტად თუ აბა ეს გაბრწყინებული გალაღებული დასვენებული სუფთა ჰაერზე იყო ჩაის უთქავს ეხლა და ერთ ამოსუთქვაში მოყვება იმერეთის ჭორებს ხო ლაშა აი ხო ფიქრობდი მაგრამ ისევ შეუნდა დამეხმარო რა გინდა კაცო რა და დახვდი რა თამარს მე წავალ იმ კლიენტს შევხვდები ეგეთი შანსი მეორე აღარ მექნება რა გთხოვ კი ვახო არ არის პრობლემა მე კი დავხვდები მაგრამ შენ რომ არ იქნები იქ რა უთხრა მე თამარს და რას მეტყვის მე თამარ დიდი მადლობა ლაშა ეხა გეტყვი ყველაფერს ესე იგი წეღან ველაპარაკე ხო და გამოსვლის წინ დაგირეკავ დაგირეკავ ხო ჩამაწერინა რაღაცები დაგირეკავს აი შეხედე აჰა ესე იგი შავი რენოს რაფი იქნებაო ეკა 181 აჰა ხო გვერდით თეთრი ზოლი ქონია გვერდით ხო კიდევ დიზელის ძრავი აქვსო 3 და 2 სარკეზე სიდი ქონია ჩამოკიდებული ხო კრილოს მხარეს ოდნავ გაკაწრული აქვსო და მძღოლს ქვია რეზო ცოლი ყავს რუსთავიდან მზიაო ხო და ეს მძღოლი თურმე ადრე რეზო ნავთობსადენზე მუშაობდა თურმე მომარაგებლად მე ესე იგი მაგათ მივაგნებ ახლა რაღაცნაირად მივაგნებ თან მით უმეტეს ახლა რუსთაველი ცოლი თუ ყავს მზია მივაგნებ აბა რეზოა ხო რეზოა თავისთავად მე წავედი ახლა კლიენტს უნდა შევხვდე ეს გამომართვი არ დაგეკარგოს იცოდი ინფორმაცია აქ არის ასლა შავი რენოს რაფი ეკა 181 რეზო კარგი შავი რენოს რაფი გასაგები ლაშა თამარს ურეკა ხო კარგი მეც მომენატრე აბარა როგორ მომენატრე იცი ხო ძალიან თამრი რა შვები აბა მოდი ხარ არა რატომ თამ გადაიფიქრე ხო აბარა რა გიჩქარებოდა დაისვენე რაღაცა ესე ცოტა ხანი კიდევ დარჩი ხო იცი რა ვახო მაინც ვერ დაგხვდებოდა
ხოლაშა სიცხე აქვს, მაგრამ თქვა, ჩემი საყვარელი ცოლის და ჩამოდის და დავხვდები სიცხიანი და რა ვიცი, რაც არ უნდა მჭირდესო, გავიქცევი დავხვდებიო, ხო? რა? ლაშა, რა წამოვუხო, რო ჩამოვალ, რა წამოვუხო? საირმიდან? საირმიდან, აიპოდი თქო. აიპოდ. შეთევან, მაშინ ვისკი წამომიღოს რა, ვისკი. იუვენტუსის მაისური თქო, საირმიდან იუვენტუსის მაისური კარგია ძა. წყალი წამომიღოსო, წყალიო. ხო, წყალი. რაკენი? კარგი რა, ვაი, მეც როგორ მინდა, ვაი. იყავი ხო, კარგი. კარგი გენაცვალე, კოცნი, ბერს კოცნი, მათ ყველა დამიკოცნე. მენატრები და მიყვარხარ, კარგი, კარგი. ვაი მე ესე კი ამისი მოსვენება და გაჩერება ხო არ არის რა. ერთი დღით ყოფილა წყალტუბოში. წყალტუბოში გადაირეოდნენ წყალტუბოელები. როგორ მომინდა, მეც მომინდა. ეხლა ქეთევანი წყალტუბოში იქნება ახალი აფიშები. თამარ გლონტი მხოლოდ ერთი დღით, ახლა უკვე თაბაშირიანი ფეხი. ვაიმე ლაშიკო რა, ვაიმე ლაშიკო, არ ვიცი, რა ვიცი, შენ რაღაცა არ ვიცი, ძალიან გეძალება ამ ბოლო დროს ეს იუმორი და ხო, შენ მიშეამჩნია. ხო, შემამჩნია. ხო, მაინც მეძალე. ხო, და ამ ბოლო დროს ძალიან გეძალება, ხო, განსაკუთრებით მომისმინე ხლა, მე შევალ მიშიკოს დავხედავ. შენ შედი, თუ ეს რაღაცა ძილი მოგერია და მოგინდა დაძინება, შედი და თამართან და ვახოსთან დარჩი. თამარი მაინც არ არის დღეს და იქ დაიძინე. რა ვიცი, რაღაც ვირუსი არ იყოს და ბავშვს არ გადაედოს, მეც ესე დღეში ვირუსი არ შემიძლია. აბა რა თმინდა, ქეთევა შენ? ხო, ბავშვს არ გადაძნო, მე არ აი რა დრო დამიდგა რა. თბილისობა გარეთ არის ყველა გასული, მე კიდე აქ მარ და ცენტრიფუგას ვავსებ რა. ისე მართლა ხო არ გავიდე, მაი გარეთ თბილისობას, თავრობას ნალიყასთან ექნება დადგმულის რა ქვია იმას რიყეზე საწნახელი, ჩავიც მე ჩექმებს კი არა ბოტებს და ესე ჭაპ მივეპარები და ესე ვეპრო ბატონო დიმიტრი. მე თქვენ პირველად ხედავთ. ესე იგი რა გამოდის? მე თქვენთვის შენ არაფერი მithხოვია. ხო და ძალიან კარგი იდეა, მაგრამ მე შენ ადგილზე მაინც მეცადინეობას გავაგრძელებდი ბუზღო. მართალი ხარ. მართალი ხარ, მაგრამ ნახე რა სისულელები წერია რა. ამას დაიწყე შეხედე ხა თუ ბარონი არ არის დამნაშავე, მაშინ არც ბოშა დამნაშავე და არც იდალგო. ეს რა არის? რამაცილებს ხა რა. ეს ნახე ხა მეორე. ატომური სადგურის თითო ცენტრიფუგა ეს არ შემხვდება. ბუზღო, ხო არ გინდა რომ დაიწინო? ხოლ ადრე უნდა ადგე და ჯობია გამოიწინო რა. თან რაც იცი, ისიც არ დაგავიწყდეს. კარგი იდეა, მაგრამ ცოტა მაინც უნდა წავიკითხო რა კიდე რა. ხოჭ. მისმინე შენ ყოველ შემთხვევაში. ესე იგი, თებროლეს, ბარბარეს და მაკრინეს საერთო ასაკი 165 წელია. ცნობილია რომ თებროლე მეორე მსოფლიო ომში მედა იყო. ბარბარე მის თბილისში 51. ხოლო მაკრინე მე-6 კლასში შუა აზიის ყამისზე გადაასახლეს. დაალაგებთ ბებოები ასაკის მიხედვით. ბაბალე მაკრინე თებროლე, ბ მაკრინე ბაბალე თებროლე, გ თებროლე ჩემთვის რა რთულია და ეს რომ მიწე ხა თამარს ხო ისე დაალაგებთ წინა იმას პირობას კი არ მისმის. კიდე რა მოდის? საღამო შვიდობის როგორ ბრძანდებით? კაცო, რა ვიფიქრე იცი? აბალეთ. აი ხა მომდიოდი. დავფიქრობდი რა. მე შეგეყვი არ გაქვს ფიქრის დრო, სალამ მოხვალ ფეხით მე-11 სართულზე. ეს ჩვენი ბარი იყიდე ბროლე.
კაცო ეს ჩვენი ბარი იყიდებაო და ვიფიქრე ჩვენ ხო არ გვეყიდა მოიცა რომელი ბარი კუთხეში ბარია ის ხო კაცო რა მოგივიდა ჩემი სახლის ქვემოთ რომ ბარია ის კუთხის ბარი ხო აი ზუსტო ირუშ რამდენად იყიდება 200,000-ო რა 200,000 რა ვერა ხარ შენ გამისკდა გული რა გვისმენდი კაცო აბარა ბაბალე და ელპიტეა გიტყდა კაცო გამოგივიდა გამისკდა გული ხო 200,000-ო და ისა რა ქვია ვიფიქრე რომ რა ვიფიქრე იცი ან ის რა ქვია კრედიტით აგვეღო და გვეყიდა და გაგვექირავებინა ან ინვესტორი მოვიზიდოთ თუ მოვიწიოთ თუ როგორ ქვია მაგას და მე გავაქირავოთ თქო ჰა ბაბალე მოიცა ისე 200,000-ზე ფიქრობ მე ერთ წუთი მაცად 200,000 გაგიჟდით ხალხო 200,000-ში იცი რამდენი უცხარიანია იცი რამდენი და 10,000 ეხლა და მოიცადე ესე იგი როგორ არის ეს წელიწადში 365 დღე ესე 200,000 რომ მომცა ეხა ირა 30 წელი ჩემზე მდიდარი კაცი არ იქნება არც საქართველოში არა ესე იგი აქედან გამომდინარე ისე ირა ისე 10,020 ლარიანი იქნება დაბეჭდილი საერთოდ არა ხო 20 ლარიანი კუპიუ რა 10,000 არა რას ლაბარაკო ეგ დაბეჭდეს თავიდან 50 წელი და რევოლუციის მერე დაამატეს კიდე 5 მოიცა ირუშ უშოთ იყიდეთ ხო მე რის გაკეთებას აპირებთ აი ჭკვიანი ხალხი მართლაც მართალი ხარ ესეც მოსაფიქრებელია რას აკეთებ მე იქ საგამოფენო დარბაზი რო გავხსნათ ირა რა იცი მართალია გავხსნათ მივიდეთ ბევრი ვიცინოთ და მე სხვა რამე გავხსნათ სისულელებს ლაპარაკობ არა როგორც ყოველთვის ისე ამ 200,000-ზე ფიქრობ და იმით ისე ირა ეხა ეს 200,000 ამ ოთახს გავსებ და 10,020 ლარიანი მე ამ ოთახს და როგორ არ გავსე 10,000 წელი 20 ლარიანი დასვი და აი ამას იქიდან აქამდე იქიდან იქამდე აი შევსადაც დახარ და ამ კიდევ დესა 10,000 ნუ წერი თუ იქნება ცოტა აი ასე მაშინ კი გავსებს და ირა მე გქონ 10,000 უსტრალიაში გახარგი მოიცა ირუშ ისე როგორ ჯობია რომ იყიდოთ საკონტროლო პაკეტით თუ მთლიანად მთლიანად მომისმინეთ შენ ხო გაგხვალ გამოცდა ხო და წადი მიდი დაიძინე და გამოძინებული მიდი დასვენებული რა რომ ნორმალურად ჩააბარო არ გინდა მიდი კარგი რა 200,000 შემდეგ რა დამაძინებს მე ეს 200,000 თუ გვაქვს ირა ლიფტი რო გავაკეთოთ და 15 მეტრი დავადოთ 15 არსად არ არის ბუზღუ 14 არც 14 13 ბუზღუ ოღაი 200,000 ეხლა შენ რა გინდა თქვა ირაკლი რომ 200,000 ბანკში გაძლებენ ესე უპრობლემოდ რატო არ უნდა მასეს ყო ვერ გავიგე რა სამსახური მაქვს ხელფასი მაქვს უძრავი ქონებაც მაქვს ირა რა მიდეცი კითხო ეხლა მე-16 სართულზე როცა მაგარი ქარია ხოლმე ხო ირხევა ხოლმე ეს კორპუსი და მაინც ხო უძრავ ქონებათ ითვლება მიდი კაცო შპარგალკა გააკეთე გირჩევნია შენ სისულელეების ლაპარაკი ეგ სუდა მოვიდა ისე შენ ვიცი შპარგალკა შემატანინებენ არა ბუსკო არა არ შეიძლება შპარგალკა შედანა გამოცდაზე თუ გიპოვეს ეგ შპარგალკა ჯარიმა ყოფილა 300 ლარი მაგრამ როგორ არის იცი იმ 300 ლარს თუ გადაიხდი ხო იმ შპარგალკას გიბრუნებენ უკვე უკან ხო გადახდილი ხო და შეგიძლია გადაიწერო დიხე 300 ლარი რა ამბავი რა უკაცრავად ალო ხო გოგი ხო სახში ვარ
Sakshi ხარ, ხო? ორი თიგე რაც გატყოვიდა და sakshi აფრები და. რა? 50000 მიშოვე? ვა! Sakshi. კარგი გოგი, კარგი, ერთი წუთი. აბა, სადმე ხარ? რამდენი ხანი გინდა? იმდენი ხანი იყავი sakshi. მაიმუნო ვერტი კაცო მიდი იქით რა. გოგი იყო. მე 50000 იმედი კონდეთო. 50000 იმედი. აჰა, აი, მეგობრები, ყავსო შენ უნდა თქვა რა. შენ უნდა თქვა 50000 იშოვა როგორც არაფერი. ყოჩახ გოგის. აბა, მე მეგობარი ყავს ჯიპოს. რო უთხრა 50 ისიც არის 5-0 ში. ბუზღუ 50000 4-0. არა, აქ მაგათ უშო. ეს ვინჩა მოსულაო ესო ვინო თამარ ჩამოხედე ძინავს თამარ ცოტა ნასვამი ვარ რა ეხა კარტოფილი გავყიდე და ავღნიშნეთ ბიჭებმა. Თამარ. ვა. ვინო მოგწონებულა, საერთოდ. ვინო? თამარ. თელი დღე გირეკავდი რა. თელი დღე. თავიდან ვიფიქრე რომ არ იჭერს თქო. ტელეფონი დაგეжда ხო? ჰა? იცი? თამარ, შენ რო წასული იყავი. სულ შენზე ვფიქრობდი თამარ. სულ შენზე ვფიქრობდი. ჰა? თამარ, იცი როგორ მომენატრე? ჰა? შენ არ მოგენატრე? ხოდა? კარგი. გოდიშ. თამარ. ესე ეხა შენ ვიცი გაბრაზებული ხარ ეთყობა რომ ვერ დაგხვდი ხო? შენ მაგაზე არ ინერვიულო თამარ? მაგაზე არ ინერვიულო. ეს კარტოფილი ხო გავყიდე? ხო და ეხა წავალ და ბარს ვიყიდე. ბარში გავაკეთებ დიდ ყვავილების მაღაზიას. მე ყვავილებს ვიყიდი ყველას და შენ გაჩუქებ. ჩემო, დამუნეა. ვიცი, ბევრს ლაპარაკობ ხა მე. ცოტა ნასვამი ვარ რა თამარ, ცოტა ნასვამი ვარ. არა მე ხა ხვალ დილას გამაღვიძებ და ყველაფერს მომაყოლებ. ხო და ეხა მე არ მეძინება, აგერ დავждები და მოგიყვები ყველაფერს. ესე იგი თამარ ის კარადები დავალაკე. მინები დავწმინდე. ყველაფერ ამას თამარ ვაკეთებდი ღამე. რო ლაშას არ დაენახა. ხოდა მერე დაიწყებს მოყვება რაღაც ვეღარ გააჩერებს ვერაკაც ხო იცი ხა როგორია ხო და აი ესეა ჩემო თამარ არ დამავიწყდეს რა ეხა რაღაცა მინდა გითხრა ოღონდ ჯერ კეთებას და ლაშას არ უთხრათ ჯერ ეს რო გითხარი ბარი იყიდება ბარი სყიდვა მინდა თქო მართლა ეხლა მართლა იყიდება ეს ხო მინდა რომ ვიყიდო როგორი აზრია? ხო. გავაკეთოთ თორნე. გავაკეთოთ ღვეზელები გამოვაცხოთ.
რა იყო ახლა თამა რა? არა, ვაშენი ვახუნხულა აღარა ვარ მე. ა? შენი ხუნხულა? შენი სპაიდერმენი არა ვარ? ა? ესე. არა, გარი. დაიძინე ხა შენ მე რაღაც ბევრი მომივიდე და წავალ გაზიანს დავლებ. შენ დაიძინე. ოხ. ისე დამა როიცოდე? ეს ხვეზელი მომგებიანია. მომგებიან. ცოტა იქ ცომს მოვიპარავთ. ცოტა კარტოფილს და აი ესე. დაიძინე ხა შენ მე ჩუმად შემოვალ და ჩუმად დავწვევი. აბა არ უნდა გასხო ეხა ის ღვეზელი ამასა სპაიდერმენი ნახე ზაველი თბილისი ისე მიგონა ნისეთ შევადარი ბუბახო მაგარია ეს რაღაც აჰა ასე აი გამარჯობა ირაკლი გამარჯობა აი რაც ვითხარი ყველაფერი მოვიტანე რა ხდება არაფერი ხელის დასვლა არ მინდა და მოდი ესე იქ დააწყე რა აი იქ დააწყე რა ამირა ვინ მე ხო იყო მოსული არავინ მობრძანით ერთ წუთი რა ხო მობრძანით აი მე ფრთხილად გადაცვალე არ დაისვაროთ რა მობრძანით აი დიახ თუ შეიძლება ესე იგი არავინ არ იყო მოსული ხო არავინ აბა ეს რა არის ამირანი პასი გია 6 სურენი 2 რა არის არ ხსენია კაცო ხა აი იმის მაგივრად რომ ჩემს სახლში იმუშავო კარტს რო თამაშობ ამისი არ ხსენია იმისი მაინც არ ხსენია სამჯერ ზედიზედ რო გაიხიშტე ეხა გეტყვი რა მოხდა და რაში იყო საქმე მე დავაგისმე ბიჭები იყვნენ ამოსულები ბიჭები იყვნენ ისვარო არა არ დავისვები არა ხო ბიჭები იყვნენ ამოსულები და დასალევი ჰქონდათ ამოტანი მე არ დავალევინე მე სადაც ვმუშაობ იქ სასმელს არ ვსვა მეოთხარით უღია ჯოკერი ვითამაშოთ მეთქი ვითამაშეთ მოვიგე მე და შენ ისგვინო თუ გნებავთ გავსინჯოთ მოიგე აბა რა ოკეი მოიგე აბა რა შეიძლება ეს ბოლოს -2 და 6 მოგებულია ხო მოიგო ისე რა ხდება რაღაც კარგად გამოიყურები დღეს განსაკუთრებით ამ სახლის ფონზე მაგრამ ამ სახსაც რას ვერჩი ახლა გუში რო უყურებ გუშინდელთან შედარებით დაალაგებულია ჩემი ოდეკოლონი რატო ეს არის ირაკლი რა იყო იცი საღებავე რო ვიყიდე რასტვარიტელი არ მქონდა ხო და ამით გავხსენი რა საქმეს ხო არ გავაფუჭებდი რა მექნა საქმეს როგორ გავაფუჭებდი ყოჩახ რო კარგად მოგწეულ ხარ მაგრამ ზედმეტი დაგისხამს არა ცოტა შემომესხა ვერ ვისწავლე სუფთად მუშაობა რა სამაგერო დღეს გავაკეთებ დღეს შევგებავ დღეს თუ არა ხვალ შევგებავ ხვალ თუ არა ზეგ რომ არ მოგატყუო მას ზეგ თუ სიმართლე გაინტერესებს 5 დღეში მზად იქნება და 3 დღეს გაშრობას ეგაა ვაიმე იმ ფაქტი დამარტყავს ახლა რა იმ ფაქტი დამარტყავს გაჩუმდი ხო აღარა მოიღო ინსულტი მომიგო ყველაფერი ერთად დავემართება ისა დატრიალდი დამენახე აი ხარა მიდი კაცო მიდი დატრიალდი ნუ მე პრანჭები ერთი მიდი ასე დამენახე რა ხდება ეხა მითხარი სიმართლე რა რატო ხარ ასე გამოწყობილი შენ ტყილა არ გამოიპრანჭებოდი ასე ამირან ელიავაზე ფეის კონტროლი დააწეს ეს რა არაფერი ისეთი რა ტელეფონი გირეკავს უკაცრავად
ბისა, ბოდიში ბატონო ამირან, ავიღო ყურმელი თუ დენი დამარტყავს. აბარა ავიღო თუ აბარა დენი დამარტყავს. აბარა აიღე, კარგი, დიდი მადლობა. ალო. გამარჯობა ცისანა შალოვნა. შალოვნა მინდოდა ეხლა. როგორ ხარ? ჩვენ არა გუშავს, რა? ვინ? წნევა გაქვს? მე რა იყო? შალოვნა, წნევამ შეგაშინა? მე გეტყვი როგორ უნდა მოიქცე. ახლა პირველ რიგში, ჩადი აფთიაქში. ერთი წუთი. ირაკ, მათხოვ. ერთი წუთი შალოვნა, ერთი წუთი. შალოვნა, ხო? დიახ. გამარჯობა ქალბატონო შალოვნა. მე გახლავართ ამირანი. ირაკლის მუშა. ხო. მომისმინეთ ახლა როგორ არის საქმე. ექიმებს ახლა მეტი რა უნდათ. ექიმებმა ოღონდ აფთიაქში გაგაგზავნონ. ხო და გაათფეთ თბილი წყალი. ჩააწყვეთ შიგნით ფეხები და გქონდეთ ასე. მამაჩემს შველის ხოლმე, კი. ხო და თუ დაგჭირდათ წნევა, კაფელი, გაჯი, გალესვა და რამე, აქ ვარ. კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ. კი. ხოჩახ რა. აი, ხო შეგიძლია როცა გინდა, ხო? აი რო ინდომებ, ხო ყველაფერი გამოგდის რა. კარგი რა, ხო შევთავაზეთ ჩვენ რომ რაღაცა რო დაიცლება და რაღაცას რო იხმარდა, რო აღარ გჭირდება, ხო ეს ცარიელი ყუთები გადააგდე რა. ეს რა. რა? აი ეს რა. ამაში ხო? ნახე რა. დღეს დილით ვიყავი ადრიანა თელიავაზე. არ შევამოწმებ და შემოუპარებდეთ. შემომაპარეს. ეს თვითი გამატარე. შემოგაპარეს. ესე ხო? ეს ყვავილებით შემოგაპარეს, ხო ალბათ? ეთქვა გითხრას ფუნჯიაო, ხო? ხო? და იყიდე შენ წამოიღე შემოპარებული ყვავილები, ხო? ყვავილები, ხო? ყვავილები. უყურე, კარგად უყურე, უკეთესად მოიფიქრებ რა ეს, მიდი, აი. ყვავილების ხანა. ბუბა ხო მაგარია თქვი რა, გაფიცებ მითხარი ბუბა. გამომართვი ეს ყვავილები. და მითხარი ახლა პირდაპირ. მე რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე? დავრჩი აქ თუ? წავედი მე. საათ ნახევარში მოვალ. ვარ მოგატყუო 2-ში. რას გეტყვი, კაცმა რომ გითხრას, ცუდად იყავით და სიცხე გქონდა და ეგ ესე წუწუნებდი და კარგად მოიცალე მაიმუნობისთვის. რა ცუდად ქეთება, რა ასე კარგად ცხოვრებაში არ ყოფილი. აუ ლაშა, ცოდოა ვახო, ვუთხრათ. კარგი ქეთება, მე მიკეთებ ამას, მაცადერად რომ ატარებინე რა. სულდროს არ ატარებ შენ, კარგი ახლა, გამოვა ახლა მალე სადაც არის, გაჩუ. არ გაიგოს. ამა. დილამშვიდობისა ვახ. ის თამარი სად არის? თამარი ექიმთან წავიდა. სად? ექიმთან. ექიმთან? აი, ნახეთ. რა საყვარელია რა. იცოდა რომ გუშინ დავლია და არ გამაღვიძა ესე წავიდა. თან სანამ წავიდა და მაკოცა. გაკოცა? ხო, ქეთევან, მაკოცა. შენ არ იცი, ქეთევან, იცი რა თბილია ჩემი თამარი, თბილი იქნებოდა, აბარა 39 ქონდა სიცხე. ისე, ქეთევან, რა ვიფიქრე მე იცი? ჩვენ ქვევით ბარი რო იყიდება, ბარი. ბარი? ხო, გადავწყვიტე რომ აი ის ვიყიდო. იყიდო? ხო. რა ვახო მე იქ არა ბარის დატოვებას კი არ ვფიქრობ. გადავწყვიტე თონე უნდა გავხსნა. თონე? თონე და კიდე რა ვიფიქრე იცი? ესე ხმამაღლა ბოდაო კაცო ღამე.
ვახო, შენ ხო გაყიდე შენი კარტოფილი და არ გინდა შენ სამე ფართი იყიდო? ვახო. მართლა ვიცი ქეთევან ახლა კი ვფიქრობდი მაგაზე, მაგრამ ხო. არა, კარგი აზრია. ხო, შინებული, დიდებული აზრია, აბა რა, არაჩვეულებ. ვახო, შენ ხარ ჭკვიანი ბიჭი. შენ რამე სერიოზულს მოიფიქრებ იმ ფართში. ეხლა შენის ტიპი არ ხარო ღვეზელების ცხობა დაიწყო რომ კარტოფილის და ცომის მოგებით მოატყუო და რაღაცა ესე მოტყუო რამე მოიგო. არა, ტიპი არ ახარ ეგეთი. არა, რას ლაპარაკ. ეხლა რა. ერთი წუთით რა. ხო და რა აბა ხო, აი ტიპი უნდა იყო ეგეთი, ვახო, ეგეთი ტიპი არ არის. დაჯექი. ალო. ხო და თამარ ხო მე ვარ შენ გუში რო გელაპარაკებ კეთემანისთვის და ლაშასთვის რამე ხო არ გითხოვს არა თამარ ამ თრალი გუშინ საძინებელში ხო გელაპარაკე ხო მისმენდი არა ხო ბარის ყიდვა მინდა მეთქი რო გითხარი ხო არ თამარ შენ გელაპარაკებოდი საძინებელში სხვა ვისთან უნდა მელაპარაკა ჩვენ საძინებელში საირმეში ხარ? მომეცი აქ ტელეფონი, მომეცი ხარ, არ გადამირიო ეს ჩემი ერთადერთი და თამრი მე ვარ. თამრი არ ინერვიულო ლაშა მიმაიმუნა, ხო გუშინ იხუმრა. სიცხე ქონდა. ხო. სიცხე ქონდა, ხო და ჩემთან არ დავაძინე, შენთან გავიდა იქ დათქა. რაო, თამარ მაის მომენატრა ჩემი სპაიდერმენიო, ჰა? მოიცა ლაშა თუ თამარის აი ესე იგი მთელი ღამე მე შენ გელაპარაკებ მე მელაპარაკებოდი ვახო მე თამარი კიდე 1-2 კვირა არ ჩამოვა ისე როგორ გეშლებით მე და თამარი სულ ერთმა მოიცა ლაშა ხა მოიცა ესე იგი გუში მთელი ღამე მე შენ გვერდით მეძინა ლაშა კი შენ გეძინა მაგრამ მე თვალი არ მომიხუჭავს არა ვერ მოხუჭე თვალი რა ვიცი მაინც სპაიდერმენი მეწვა გვერდით შენ რა გეუბნები რა შენ ვერ ახარ რა მე ძალიან ეს უგორი მე კარგი მოიცადე ვახო მოდი კარგი ხარ ვიხუმრეთ რაღაცეთ ესე გამოვიდა დაიხუმრე მომისმინე ეხლა მე რას მიმალავდი ამ ბარის ყიდვის ამბავს მითხარი ერთად გეთქვა ჩემთვის და ერთად გავიკეთებინა რაღაც მე მგონი ურიგო არ იქნებოდა კი არ გიმალავდი ლაშა უბრალოდ ჯერ არ გეუბნებოდი რატომ რა მაქვს შენთან დასამალი ეხლა ჯერ არ გეუბნებოდი ჯერ არ გეუბნებოდი თორე რა წინასწარ არ მინდოდა მაინც წინასწარ არ მინდოდა მაგის თქმა წინასწარ თორე კარგი არა უშავს გასაგებია ვახო მოდი ავიღოთ ეს ბარი გავხსნათ ჩვენ ახალი და საერთო სახელი დავარქვათ ვახო საერთო სახელი აი ლაშა და ვახო ხო ლავა აი მონოფეხა რა არა ან თუმცა იცი რა არის ეხა შენ და თამარის იდეა ეს უფრო შენი და თამარის ხო და თავარო დავარქვათ თავა მე ბარის ადგილას მინდოდა თონის გაკეთება თონი უნდა გამეკეთებინა იქ და რა უნდა დააწერო მე იქ დედას პური თუ სპაიდერმენის პური არა დედას ბუშტის პური უნდა დავაწერო ესე ხო კარგი მომისმინე ჩავიდეთ ახლა მართლა ხუმრობა იქით იყო ჩავიდეთ ბარში გავარკვიეთ რაღაცა და მე დავსვათ სერიოზულად ვილაპარაკოთ კაი კარგი კარგად სიხარული აბა ეხლა ნახოთ რა შეკითხვებია ისეთი ხახს რომ აი ესე აიშინებს რა აბა რა შემხვდა ეხლა ატომური სადგურის თითო ცენტრი ვითომ არ შემხვედრია მეორე ნანოტექნოლოგიების სიმპოზიუმზე დელეგატებს კომუნიკე უგახსოვთ შეიძლება დიახ ქართულ ენოვანი სექტორის გამოსტაცი ვარ მე დიახ თქვენ ქართულ ენოვანი სასწავლებლების პედაგოგთა ტესტირებაზე იმყოფებით ესე იგი საქმე არც თუ ისე ცუდად არის და
ისიც რა მაინტერესებს უკაცრავად თუ შეიძლება. აი, პასუხი უნდა შემოვხაზოთ თუ გავაფეროთ? უნდა შემოვხაზოთ. დიახ. და ეს შეიძლება. დიახ, ისიც. აი, სწორი პასუხი უნდა შემოვხაზოთ თუ ყველა არასწორი პასუხი უნდა სწორი პასუხი უნდა შემოვხაზოთ. ჰა. ალბათ. ეს შეიძლება ეს უკაც. აი, ეხლა შეიძლება საქმე. ანუ ეხლა აი ეს პასუხი უნდა შემოვხაზო. ხო სწორია ეხლა ეს? ვერ გეტყვით. მართალი ყოფილა რომ ამბობდი თვითონაც არ იციანო რა. უკაცრავად ტელეფონის ჩართვა არ შეიძლება ხო? ხო არა უბრალოდ შაშკინმა უნდა დამირეკოს თორე ეს. გოგოლი. კოლეგა. იცით აი საიდანღაც მე მეცნობით და იცით მე ვიცვლები და იქნებ ჩემი შემცვლელი გეცნოთ. არა მე უბრალოდ არაფერი არ მინდოდა მეთქვა მე უბრალოდ მინდოდა ის რომ წყალი შემოვიტანე დასაშვებზე მე დიდი ბოთლით და დარღვევა ხომ არ არის მეთქი აი ეს მინდოდა რომ მეთქვა. არა არ ჩაგითვლით. მადლობ. ვაიმე რა რადვილია კაცო რადვილია რა ეს აი გიჟდები ისეთი ერთ შეიძლება აი გაგვირებული ვარ ეხა აი ამდენს დადიხართ და დამზადეთ თუნდება არ მაქვს და განერგეთ რომ მუშაობა კი ბატონო არა უბრალოდ რომ დადიხართ ეს ამდენს ახლა იმიტომ რომ ეს ერთი წუთი შეიძლება. დიახ, გისმენთ. თქვენ ხომ მითხარით რომ შევიცვლებიო? დიახ. აი საერთოდ არ შეცვლილ ხარ. ამდენი ხანი დარჩა დრო ხარით შემთხვევით დარჩა 10 წუთი გაიგო რამდენი გავიდა 50 ამის პასუხი რომელია ხარით ამის პასუხი რომ ბე არა ერთი გზა დამჩა რა ანუ დიძროლა შემოხოძო ყველაფერი რა ეს შენ ეს ამის ამის პასუხი ეს იყოს ჩემი შვილი საპატიოსაცემლოდ კი ბატონო ამის პასუხი იყოს ჩემ საპატიოსაცემლოდ ამის პასუხი იყოს ამირა ეს ირაკლი აი არცად ვარ გამოგადიება რა თუ ჩავიჭერ შენი ბრალი იქნება იცოდი რა ხო არ დაასრულე რამდენი ხანია დავასრულე მე თქვენ გელოდებოდით თორე კი არა რა უადვილეს იყო დიახ აი მადლობ არაფერს მაგა არ არის? არ არის? გასულია. უკაცო თქვენ ბარს ყიდით, ხო? ყიდით ბარს. არ ვიცი.
დაიმახსოვრე რა ეს ჩიპთან არის მუშაობს. ჯერ ერთი ჩვენთან არის მუშაობს, ჩვენთან არა, ჩვენთან არის მუშაობს ეს ერთი და მეორე ძალიან თქო რა, ჯერ ვიყიდოთ ეს ბარი და მე ვიფიქროთ იმაზე, რა ქვია, პერსონალის რეფორმაზე. ია, ეს სპორტული ბარის გახსნას, ხوار ჯუბდა რომ ეს გაგვახსნა რა ქვია, მხატვრის სახლი. სახლი მოგელანდება შენ. სახლი, რა სახლი, რა მხატვრის სახლი, რა გესმის შენ იმის მხატვრობის. არ მესმის ხო? არ მესმის ხო? მაშინ ბოსტანი გაგვხსნათ, ეს ხო კარგად გესმის. ნუ მაიმუნობ, კაცო, ნუ მაიმუნობ, წამოდი. მიყავდა ხე რამდენი იყო ის? არ მახსოვს, მოდია. ესე იგი, შემოსასვლელი. არ შევდება არაფერი. რატო? მეტი 50, კარგია. მეტი 50. ხო, აქ უნდა დავამატოთ მაგიდები. მან დავამატოთ მაგიდები. წამოდი ხე. მოდი ვახო, მოდი. აი, ნახე შემოსასვლელი. ხო. ძალიან კარგია, არ ჭირდება ამას არაფერი. არც გადაკეთება. ხო, ესე იგი, მაგიდები უნდა ავიღოთ მაშინ. მაგიდები ავიღოთ და აი იქ მე ესე ვფიქრობ, იქ თაროები გავაკეთოთ ეს. თაროები? ვახო, აი აქ გავაკეთოთ დიდი მაგიდა. სადაც გამყიდველი დადგება. ხო. კი ბატონო. მოდემ ერთი ეს პრომოტ ხო. და აი აქ, ვახო, აქ დავდგათ თონე. აი აქ დავდგათ დიდი ტელევიზორი. რა უნდა დავდგათ ვირა? რა და თქვენ რას დგამთო საინტერესებდა ვახოს. მოიცა. აი ეხლა არ მითხრათ რომ იმას ბარის ყიდვას ვაპირებთ, რომ შენ შემოგევლე რა. ხო რა. ვაპირებთ რამე. რა უნდა გახსნათ რა? რა უნდა გახსნას? რა უნდა გახსნას? შეხედე ამას, შეხედე. რა უნდა გახსნას? იმდენი კარტოფილი აქვს, კარტოფილის სახლს გახსნა. ან იმას რა ქვია, კრახმალის ცეხს. ой, დაგაგვიანდათ ბიჭებო. დიახ. ეს ბარი ჩვენ ვიყიდეთ. ამას უყურებდი, ამათ უყურე რა. მოიცა ლაშა, მოიცა. იხუმრებენ ბიჭები და გაჩერდებიან, იხუმრებენ. კაცალ. ეს შეფესე ქვისლები რა დღეში არიან? დათო. კეთერა? რა დაждდება ხა ამის რემონტი? ნუ ახლა ისეთი რო გახდეს, როგორიც ჩვენ გვინდა 50,000 რა. რაია პიაგასო. რაია პაპია რა. გამარჯობათ ბიჭებო. მაგა. ეს ბარი ხო იყიდება. ხო და მე დავანოთ მინდა შეხვედრა ბარის მეპატრონესთან რა, დალაპარაკება გვინდა. ვაი მე ბარის მეპატრონესთან გინდა შეხვედრა? ხო. ეხლა მე დაკავებული ვარ ჩვენ უკვე. ცოტა გამოიერეთ და მე შემოგწევთ. ეს მაგა ჩვენ გავიგეთ რომ ისაო იყიდება ბარი მართალია? იყიდებოდა. მოიჭება. დაიფიქრეს? არა. მე ვიყიდე. რა თქვენ ხوار გინდა დაწედო? არა, კაცო, რა. ჩვენ რა, აი ლაშას და ვახოს და ჩვენ მოვყევით ახლა რაღაც გამოცდილება გვაქვს. ხوار ბიჭებო დაგაგვიანდა. დღიდან ჩემი ამბარე. დასხედით, დღეს მე გეპატიჟებთ. დასხედით. გეპატიჟება ხედა. მე ხო ბედი არ მაქვს და არაფერში რა. როცა ფული არ მაქვს, მაშინ არავინ არ პატიჟებს და 200,000 რომ მიდევი, ჯიბეში მაშინ პატიჟებებ ყველა. ეს ჩემგან. აგეგმები ჩაგვეშალა. ახო, ისეთ ხასიათზე ვარ დალებაც კი აღარ მინდა. გაჩერდი შენ ჭირივე ერთი გაჩერდი რა. რა უნდა მოხდეს ახლა მე რო დავლიო რა. ბევრი სასმელი მოგვიტანე, ბევრი. ნამოთ შეხედე. ამირანი და ის ნათელა. შეხედე. ნათელაზე მიჯაჭული ამირანი. მომისმენ. მე ეს ახლა მგონია ჩემთან სახლში. ღებავს სამზარეულოში კედლებს. ხო. და ეს ნახე სად მობძანდა აქ. ბატონო ამირანი.
დინაკი კაცო შენ სამსახურში მგონი ხარ და შენ ცალკე დაგელაპარაკები მე ცალკე შემდეგ იქ როგორ ახარ ნათელა განაცვლელი ირაკლი არა მიშავს კაცო რა ვიცი სულ არ ვაპირებდი რემონტს რა ბიჭია ეს ამირანი როგორ ახარ არა გადაბრია კაცო რაც იმ ჩემმა დეგენერატმა ქმარმა დამიტოვა გასაკეთებელი ყველაფერს მიადგა თუ კი რამე მავთული იყო სადმე გასაკეთებელი ანშტეფსელი გამოსა რაღაცა შეღები გადავირიე როგორ მუშაობს კაცო სულ არ ვაპირებდი რემონტს კაცო სულ არ ვაპირებდი არა ხო ასეთია შრომელია რომოვა ხო შრომობს ჩემი ამირანი ხო გააკეთებს ყველაფერს ხო მე რაც გაკეთებული დახვდება იმას აფუჭებს ხო რატო იცი იმიტომ რომ მე ისიც ხო გასაკეთებელია და რო გააკეთოს და რო იშრომოს ამას ვენა ცვალე მე ძმახარ რატო არ ეხლა ნუ მაწიდლებ ეხლა ეს ბიჭებო ჩვენ ეხლა იქით დავსხდებით და თქვენ განაგზეთ მოიცადე ამირან მოიცადე ახლა ჩვენ მეუღლების სადღეგრძელოს ვსვამთ ამირან მეუღლების სადღეგრძელოს ძალიან გთხოვ რომ შემოგვიერთდი აბა ეხლა ძალიან გთხოვთ იმ ჩემი ლოთი უსაქმური კვირის სადღეგრძელო არ დალიო ძლივს გავაგდე სახლიდან ისე თამარის და იმის ქეთევანის სადღეგრძელო მარიკასი და თქვენ გაიხარეთ ჩემი მაიკოსი დალი так მოკლედ დაგილოცავთ თქვენ დაგილოცავთ მეუღლებს ვისაც ყავთ და ვისაც არ ყავს მალე ყოლოდეს დაგიმარჯოთ გამომართვი ეს ბიჭებო ეხლა ჩვენ ხელს არ შეგიშლით ნათი მოდი აქეთ დავждეთ ვინო ნათი შეიძლება ისნე და ნახე როგორი ბიჭი შეგიდო ხელში ნათი ოქრო რო არ მოგატყუო ბაჯაღლო დიახ მე მაინტერესებს ტესტირების ტესტირების შედეგები მაინტერესებს თუ შეიძლება დათო ალექსიძე დიახ პედაგოგი დიახ რა ბძანეთ რა გადაამოწმეთ ძალიან გთხოვთ რა დიახ დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ აჰა შეცდომა გამორიცხულიაო ჩააბარაო ჩაგიბარებია რა მოგივიდა მეცხრამჯეროდა ჩაგიბარებია კაცო ჩაგიბარებია მე განაგრძობ პედაგოგიურ მოღვაწეობას რა გავაკეთო მე ჩივჩი ჩავა კი ბა ბუ უჰუ დამანებე თავი რა ალალ რაც იცი რა ვერაფერს ვერ წაგაცნებს რა Zinaus. Tamar. Zoda nasvami var ra. Ეხა კარტოფილი გავყიდე და ავღნიშნეთ ბიჭებმა. Tamar. ვა. Vino mă potkunebula, საერთოში. Tamar. Თელი დღე გირეკავდი რა. თელი დღე. თავიდან ვიფიქრე რომ არ იჭერს თქო. ტელეფონი დაგეждდა ხო? ჰა? იცი? Tamar. შენ რო წასული იყავი. სულ შენზე ვფიქრობდი Tamar. სულ შენზე ვფიქრობდი. ჰა? Tamar, იცი როგორ მომენატრე, ჰა? შენ არ მოგენატრე? ხოდა? კარგი.
ბოდიში. თამარ. ესე ეხა შენ ვიცი გაბრაზებული ხარ ეთყობა რომ ვერ დაგხვდი ხო? შენ მაგაზე არ ინერვიულო თამარ, მაგაზე არ ინერვიულო. ის კარტოფილი ხო გავყიდე? ხო და ეხა წავალ და ბარს ვიყიდე. ბარში გავაკეთებ დიდ ყვავილების მაღაზიას. მე ყვავილებს ვიყიდი ყველას და შენ გაჩუქებ ჩემო დამუნეა. ვიცი, ბევრს ლაპარაკობ ხა მე. ცოტა ნასვამი ვარ რა თამარ, ცოტა ნასვამი ვარ. არა მე ხა ხვალ დილას გამაღვიძებ და ყველაფერს მომაყოლებ. ხო და ეხა მე არ მეძინება, აგერ დავждები და მოგიყვები ყველაფერს. ესე იგი თამარ ის კარადები დავალაკე. მინები დავწმინდე. ყველაფერ ამას თამარ ვაკეთებდი ღამე. რომ ლაშას არ დაენახა. ხოდა მერე დაიწყებს მოყვება რაღაც ვეღარ გააჩერებს ვერაკაც ხო იცი ხა როგორია ხო და აი ესეა ჩემო თამარ არ დამავიწყდეს რა ეხა რაღაცა მინდა გითხრა ოღონდ ჯერ კეთებას და ლაშას არ უთხრათ ჯერ ეს რო გითხარი ბარი იყიდება ბარი სყიდვა მინდა თქო მართლა ეხლა მართლა იყიდება ეს ხო მინდა რომ ვიყიდო როგორი აზრია? ხო. გავაკეთოთ თორნე. გავაკეთოთ ღვეზელები გამოვაცხოთ. რა იყო ხა თამა რა? არა, ვაშენი ვახუნხულა აღარა ვარ მე. შენი ხუნხულა? შენი სპაიდერმენი არა ვარ? ესე გარი დაიძინე ხა შენ მე რაღაც ბევრი მომივიდე და წავალ გაზიანს დავლებ შენ დაიძინე ისე თამარ რო იცოდე ეს ღვეზელი მომგებიანია ცოტა იქ ცომს მოვიპარაოთ ცოტა კარტოფილს და აი ესე დაიძინე ხა შენ მე ჩუმად შემოვალ და ჩუმად დავწვევი აბა არ უნდა გასხო ხა ის ღვეზელი ამას სპაიდერმენი ნახე Zavelitabilisi Nisavamigana Nisvet Savadari Bubakho Magaria It's Ragazza Ai, Kavarjuba Irakli Kavarjuba Ai, რაც ვითხარი ყველაფერი მოვიტანე. რა ხდება? არაფერი, ეს ხელის დასვლა არ მინდა და მოდი ესე იქ დააწყე რა. აი იქ დააწყე რა. ამირა. ხო. ვინმე ხო არის კომოსული? არავინ. მობრძანეთ ერთ წუთი. რა? ხო, მობრძანეთ. მე მიფრთხილად გადაცვალე, არ დაისვაროთ რა. მობრძანეთ. დიახ, თუ შეიძლება. ესე იგი არავინ არის კომოსული, ხო? არავინ. აბა ეს რა არის? ამირანი პასი. გია 6, სურენი 2. რა არის? არ ხსენია კაცო, ხა? აი იმის მაგივრად რომ ჩემს სახლში იმუშავო, კარტს რო თამაშობ, ამისი არ ხსენია. იმისი მაინც არ ხსენია, სამჯერ ზედიზედ რო გაიხიშტე. ეხა გეტყვი რა მოხდა და რაში იყო საქმე. მინდა მაგის.
ბიჭები იყვნენ ამოსულები. ბიჭები იყვნენ ისვარო ძალიან. არა, არ დავისვები, არა. ხო. ბიჭები იყვნენ ამოსულები და დასალევი ჰქონდათ ამოტანი. მე არ დავალევინე. მე არ დავალევინე. მე სადაც ვმუშაობ, იქ სასმელს არ ვსვა. მეოთხე თუ კიდე ჯოკერი ვითამაშოთ მეთქი. ვითამაშეთ, მოვიგე, მე და შენ ისგვინო, თუ გნებავთ გავსინჯოთ. მოიგე. აბა რა ოკეი. მოიგე. აბა რა სვიდა. ეს ბოლოს -2 და 6 მოგებულია, ხო? მოიგო. ისე რა ხდება რაღაც კარგად გამოიყურები დღეს განსაკუთრებით ამ სახლის ფონზე. მაგრამ ამ სახლსაც რას ვერჩი ახლა გუში რო უყურებ, გუშინდელთან შედარებით დაალაგებულია. ჩემი ოდეკოლონი. რატო ეს არის? ირაკლი რა იყო იცი? საღებავე რო ვიყიდე. რასვარიტელი არ მქონდა. ხო და ამით გავხსენი რა. საქმეს ხო არ გავაფუჭებდი რა მექნა? საქმეს როგორ გავაფუჭებდი? ყოჩახ რო. კარგად მოგწეულ ხარ, მაგრამ ზედმეტი დაგისხამს. არა, ცოტა შემომესხა, ვერ ვისწავლე, სუფთად მუშაობა რა. სამაგერო დღეს გავაკეთებ. დღეს შევგებავ. დღეს თუ არა, ხვალ შევგებავ. ხვალ თუ არა, ზეგ. რომ არ მოგატყუო, მას ზეგ. თუ სიმართლე გაინტერესებს, 5 დღეში მზად იქნება და 3 დღეს გაშრობას ეგარი. ვაიმე იმ ფაქტი დამარტყავს ახლა რა. იმ ფაქტი დამარტყავს, გაჩუმდი ხო აღარა მოიღო, ინსულტი მომიგო, ყველაფერი ერთად დავემართება. ისა. დატრიალდი ერთ დატრიალ დამენახე. აი, ხარა. მიდი კაცო, მიდი დატრიალდი ნუ მე პრანჭები ერთი. მიდი ასე დამენახე. რა ხდება ახლა მითხარი სიმართლე რა, რატო ხარ ასე გამოწყობილი? შენ ტყილა არ გამოიბრანჭებოდი ასე. ამიტომ მე სარჩი მხვდები. ბუზგუნ, ხარ გინდა რომ დაიწინო? ხვალ ადრე უნდა ადგე და ჯობია გამოიწინო რა. თან რაც იცი, ისიც არ დაგავიწყდეს. კარგიდია, მაგრამ ცოტა მაინც უნდა წავიკითხო რა კიდე რა. ყოჩ. მისმინე შენ ყოველ შემთხვევაში. ესე იგი, თებროლის ბარბარეს და მაკრინეს საერთო ასაკი 165 წელია. ცნობილია, რომ თებროლე მეორე მსოფლიო ომში მედა იყო. ბარბარე მის თბილისში 51. ხოლო მაკრინე მე-6 კლასში შუა აზიის ყამისზე გადაასახლეს. დაალაგებთ ბებოები ასაკის მიხედვით. ბაბალე მაკრინე თებროლე, ბ მაკრინე ბაბალე თებროლე, გ თებროლე ჩემთვის რა რთულია და ეს რომ იცი ახლა თამარს ხო ისე დაალაგებთ წინა იმას პირობას კი არ მისმის. კიდე რა მოდის? საღამო შვიდობის როგორ ბრძანდებით? კაცო რა ვიფიქრე იცი? აბალეთ აი ხა მომდიოდი დავფიქრობდი რა მე შეგეტყვი არ გაქვს ფიქრის დრო სალამ მოხვალ ფეხით მე-11 სართულზე ეს ჩვენი ბარი იყიდება ბროლე კაცო ეს ჩვენი ბარი იყიდება და ვიფიქრე ჩვენ ხო არ გვეყიდა მოიცა რომელი ბარი? კუთხეში ბარია ის? ხო, კაცო, რა მოგივიდა ჩემი სახლის ქვემოთ რომ ბარია ის კუთხის ბარი, ხო? აი ზუსტო. ირუშ. რამდენად იყიდება? 200,000-ია. რა? 200,000 რა? ვერა ხარ შენ გამისკდა გული რა, გვისმენდი კაცო, აბა რა ბაბალე და ელპიტე აგიტყდა კაცო, გამოგივიდა გამისკდა გული, ხო? 200,000-ია და ისა რა ქვია, ვიფიქრე, რომ რა ვიფიქრე იცი? ან ის რა ქვია, კრედიტით აგვეღო და გვეყიდა და გაგვექირავებინა, ან ინვესტორი მოვიზიდოთ თუ მოვიწიოთ თუ როგორ ქვია მაგას და მე გავაქირავოთ თქო, ჰა? ბაბალე მოიცა ისე 200,000-ზე ფიქრობ მე ერთ წუთი მაცად. 200,000. გაგიჟდით ხალხო, 200,000-ში იცი რამდენი უცხარიანია, იცი? რამდენი? რამდენი და 10,000. 10,000 ეხლა და მოიცადე ესე იგი როგორ არის ეს წელიწადში 365 დღე ესე 200,000 რომ მომცა ეხა ირა 30 წელი ჩემზე მდიდარი კაცი არ იქნება არც საქართველოში არა ესე იგი აქედან გამომდინარე ისე
ირა. ისე 10,020 ლარიანი იქნება დაბეჭდილი საერთოდ, ა? არა, არა ხო? 20 ლარიანი კუპიურა 10,000. არა, რას ლაპარაკო. ეგ დაბეჭდეს თავიდან 50 წელი. და რევოლუციის მერე დაამატეს კიდე 5. მოიცა. ირუშ, უშოთ იყიდეთ, ხო? მე რის გაკეთებას აპიროთ? აი ჭკვიანი ხალხი. მადლობთ. მართალი ხარ. ესეც მოსაფიქრებელია. რას აკეთებ მე იქ? საგამოფენო დარბაზი რო გავხსნათ ირა. რა იცი მან? მართალია. გავხსნათ, მივიდეთ, ბევრი ვიცინოთ და მე სხვა რამე გავხსნათ. სისულელებს ლაპარაკობ არა? როგორც ყოველთვის. ისე ამ 200,000-ზე ფიქრობ და იმით. ისე ირა. აი ხა ეს 200,000. ამოთახს გავსებ და 10,020 ლარიანი. ამოთახს. მე. ამოთახს. და როგორ არ გავსე 10,000 20 ლარიანი დასვი. და აი ამას იქიდან აქამდე, იქიდან იქამდე. აი შევსადაც დახარ და ამ კიდევ დესა. 10,000. ნუ წერი თუ იქნება ცოტა აი ასე მაშინ კი გავსებს. გავსებ და ირა მე გქონ 10,000 ოსტრალიაში გახარგი. მოიცა. ირუშ, ისე როგორ ჯობია რო იყიდოთ საკონტროლო პაკეტით თუ მთლიანად? მთლიანად. მომისმინეთ, შეხო გაგხვალ გამოცდა. ხო და წადი მიდი, დაიძინე და გამოძინებული მიდი დასვენებული რა, რომ ნორმალურად ჩააბარო, არ გინდა, მიდი. კარგი რა, 200,000 შემდეგ რა დამაძინებს მე. ეს 200,000 თუ გვაქვს ირა ლიფტი რო გავაკეთოთ, და 15 მეტრი დავადოთ. 15 არსად არ არის ბუზღუ. 14. არც 14. 13. ბუზღუ. ოღაი, 200,000. ეს ხარ შენ რა გინდა თქვა ირაკლი რომ 200,000 ბანკში გაძლებენ ესე უპრობლემოდ, რატო არ უნდა მასეს ყო, ვერ გავიგე რა, სამსახური მაქვს, ხელფასი მაქვს, უძრავი ქონებაც მაქვს. ირა, რამე იცი ხო, ეხა მე-16 სართულზე, როცა მაგარი ქარია ხოლმე, ხო? ირხევა ხოლმე ეს კორპუსი. და მაინც ხო უძრავ ქონებათ ითვლება, მიდი კაცო, შპარგალკა გააკეთე გირჩევნია შენ. სისულელეების ლაპარაკი. ეგ სუდა მოვიდა. ისე შენ ვიცი შპარგალკა შემატანინებენ, არა, ბუსკო. არა, არ შეიძლება შპარგალკა შედანა გამოცდაზე. თუ გიპოვეს ეგ შპარგალკა, ჯარიმა ყოფილა 300 ლარი. მაგრამ როგორ არის იცი? იმ 300 ლარს თუ გადაიხდი, ხო? იმ შპარგალკას გიბრუნებენ უკვე, უკან, ხო, გადახდილი ხო და შეგიძლია გადაიწერო დიხე. 300 ლარი რა ამბავი რა. უკაცრავად. ალო, ხო გოგი? ხო სახში ვარ. სახში ხარ, ხო? ორი თიკე რაც გატოვიდა და სახში, აფრები და. 50,000 მიშოვე? ვაა. სახში. კარგი გოგი, კარგი, ერთი წუთი. აბა, სადმე ხარ ირა? რამდენი ხანი გინდა? იმდენი ხანი იყავი სახში. მაიმუნო პერტი კაცო მიდი იქით რა. გოგი იყო. მე 50,000 იმედი გქონდეთო. 50,000 იმედი. აი, მეგობრები, ყავსო შენ უნდა თქვა რა. შენ უნდა თქვა 50,000 იშოვა როგორც არაფერი. ყოჩახ გოგის. აბა, მე მეგობარი ყავს ჯიპოს. რო უთხრა 50 ისიც არის 5-0 ში. ბუზღუ, 50,000 4-0. არა, აქ მაგათ უშო. ეს ვინჩა მოსულაო ესო, ვინო? თამარ, ჩამოხედე. ვაიმე ლაშა.
როგორ მიყვარს თბილისობა? გიждები თბილისობაზე. ყურძენი, წაბლი, ჩურჩხელები, თბილი წინდები, ესე რომ იყიდება ხოლმე, რა კარგია. გიждები, იცი მე და თამარს ადრე როგორ გიყვარდა თბილისობა? გიждებოდით იმდენს მხიარულობდით ხოლმე, ესე გავდიოდით ქალაქში, თან რამინი ბიძიას ჩამოქონდა ხოლმე, სურსაც სანოვაგე. ხო და ნახევარს რასაც ვერ გაყიდდა, ჩვენ გვიტოვებდა. ხო და ესე მერე ჩვენ თბილისობა კეთება, კარგი. ხო. რა არის იცი? გიждები. რაღაცა მაციებ ცოტა და მე მგონი სიცხე მაქვს. სიცხე გაქვს? ხო. მოიცადი ახლა მანახა. მანახა. ცხელი ხარ, ხო იცი, შენ ცოტა კი ხარ ცხელი, ხო? მიდი აბა სიცხე გაიზომე. ხო და თუ სიცხე არ გექნება, ლაშიკო, შედი მე მიშიკო საჭმელი აქვს გასაკეთებელი. ფაფა აქვს მოსამზადებელი, ხილი გასახეხი. ხო და თუ სიცხე გექნება, მე ხლა წამალს მოგიძებნი და თერმომეტრს. სიცხე მაქვს, კეთება, აბა რა მაქვს სიცხე? სიცხე გაქვს? მოიცადე ერთი წუთი. ხო გძნობ ეხლა. რა? სიცხე გაქვს შე? რამდენი გაქვს? ბევრი. აი რამდენია ხა ეს ბევრი? აი რამდენი ტონა კარტოფილი ჩვენ გაქიმდე? ჯერ სიცხე გაიზომე და მერე ილაპარაკე შენ. მართალია. კეთება ეს რა ვქე თერმომეტრი არ მინდა. აი ვახოს კარტოფილს დავიდებ შულზე, თუ შეიწვა ესე იგი სიცხე თუ ისა. აჰა. უბრალოდ. მომისმინე? აი ხა ზუსტად მაგ კარტოფილის გასაყიდად მივდივარ. მომისმინე კარგად ეხლა. მაგრამ დღეს თამარმა დარეკა, მოვდივარო რა. ხო და დამხვდიო. ხო და რა ვიფიქრე, იცი, იქნებ დამეხმარო თქო რა. კლიენტი ვიპოვე რა, კარტოფილი უნდა და ახლა თუ ცუდად ახარ, რა ვიცი. ესე იგი შენ არჩევანის წინაშე დგახარ ვახო. ან კლიენტი უნდა დაკარგო, ან თამარ. რთულია ეგ ცოტა რთული არის კი. ვახო ხულრაო ჩემი და ჩამოდი საირმიდან? და რატომ მოდის ესე მალე, რა იჩქარება? რა ვიცი აბა. კეთება ნეთქობა იქ დეპორტი ჩაურთხეს და ლაშა. აი მაინც მეძალება, ცუდად ვარ, მაგრამ მეძალება. ვახო ჩამოვა ეხლა ჩემი თამარი დასვენებული, გალაღებული, თვალები გაბრწყინებული, ჩემი და მომენტად. ხო, აბა ეს გაბრწყინებული, გალაღებული, დასვენებული სუფთა ჰაერზე იყო, ჩაის უთქავს ეხლა და ერთ ამოსუთქვაში მოყვება იმერეთის ჭორებს. ხო. ლაშა. აი ხა ფიქრობდი, მაგრამ ისევ შემთა დამეხმარო რა. რა გინდა კაცო? რა და დახვდი რა თამარს. მე წავალ იმ კლიენტს შევხვდები, ეგეთი შანსი მეორე აღარ მექნება რა, გთხოვ. კი, ვახო, არ არის პრობლემა, მე კი დავხვდები, მაგრამ შენ რომ არ იქნები იქ, რა უთხრა მე თამარს და რას მეტყვის მე თამარ? დიდი მადლობა ლაშა, ეხა გეტყვი ყველაფერს. ესე იგი წეღან ველაპარაკე, ხო და გამოსვლის წინ დაგირეკავ. დაგირეკავ. ხო, ჩამაწერინა რაღაცები. დაგირეკავს. აი, შეხედე. აჰა. ესე იგი, შავი რენოს რაფი იქნებაო. ეკა 181. აჰა. ხო. გვერდით თეთრი ზოლიქონია, გვერდით, ხო? კიდევ დიზელის ძრავი აქვსო 3 და 2. სარკეზე სიდიქონია ჩამოკიდებული. ხო, კრილოს მხარეს ოდნავ გაკაწრული აქვსო და ძღოლს ქვია რეზო. ცოლი ყავს რუსთავიდან მზიაო. ხო და ეს მძღოლი თურმე ადრე რეზო. ნავთობსადენზე მუშაობდა თურმე მომარაგებლად. მე ესე იგი მაგათ მივაგნებ ახლა, რაღაცნაირად მივაგნებ. თან მით უმეტეს ახლა რუსთაველი ცოლი თუ ყავს მზია მივაგნებ. აბა გამიჩნდება. ხო. მარიტურიზოა თავისთავად. მე წავედი ახლა კლიენტს უნდა შეხვდე. ეს გამომართვი არ დაგეკარგოს იცოდი. ინფორმაცია აქ არის ასლა. შავი რენოს რაფი. ეკა 181. რეზო. შავი რენოს რაფი. კასეთი. ლაშა. თამარს ურეკა. ხო. კარგი, მეც მომენატრე აბარა, როგორ მომენატრე იცი ხო ძალიან თამრი. რა შვები, აბა მოდი ხარ? არა. რატომ თამ? გადაიფიქრე, ხო, აბარა, რა გიჩქარებოდა დაისვენე რაღაცა ესე ცოტა ხანი კიდევ დარჩი, ხო? იცი რა, ვახო მაინც ვერ დაგხვდებოდა.
ხოლაშა სიცხე აქვს, მაგრამ თქვა, ჩემი საყვარელი ცოლის და ჩამოდის და დავხვდები სიცხიანი და რა ვიცი, რაც არ უნდა მჭირდესო, გავიქცევი დავხვდებიო, ხო? რა? ლაშა, რა წამოვუხო, რო ჩამოვალ, რა წამოვუხო? საირმიდან? საირმიდან, აიპოდი თქო. აიპოდ. შეთევან, მაშინ ვისკი წამომიღოს რა, ვისკი. იუვენტუსის მაისური თქო, საირმიდან იუვენტუსის მაისური კარგია ძა. წყალი წამომიღოსო, წყალიო. ხო, წყალი. რა ქენი? კარგი რა, ვაი, მეც როგორ მინდა, ვაი. იყავი ხო, კარგი. კარგი გენაცვალე, კოცნი, ბერს კოცნი, მათ ყველა დამიკოცნე. მენატრები და მიყვარხარ, კარგი, კარგი. ვაი მე ესე კი ამისი მოსვენება და გაჩერება ხო არ არის რა. ერთი დღით ყოფილა წყალტუბოში. წყალტუბოში გადაირეოდნენ წყალტუბოელები. როგორ მომინდა, მეც მომინდა. ეხლა ქეთევანი წყალტუბოში იქნება ახალი აფიშები. თამარ გლონტი მხოლოდ ერთი დღით, ახლა უკვე თამაშერიანი ფეხი. ვაიმე ლაშიკო რა, ვაიმე ლაშიკო, არ ვიცი, რა ვიცი, შენ რაღაცა არ ვიცი, ძალიან გეძალება ამ ბოლო დროს ეს იუმორი და ხო, შენ მიშეამჩნია. ხო, შემამჩნია. მაინც მეძალე. ხო, და ამ ბოლო დროს ძალიან გეძალება, ხო, განსაკუთრებით. მომისმინე ხლა, მე შევალ მიშიკოს დავხედავ. შენ შედი, თუ ეს რაღაცა ძილი მოგერია და მოგინდა დაძინება, შედი და თამართან და ვახოსთან დარჩი. თამარი მაინც არ არის დღეს და იქ დაიძინე. რა ვიცი, რაღაც ვირუსი არ იყოს და ბავშვს არ გადაედოს, მეც ესე დღეში ვირუსი არ შემიძინა. აბა რა თმინდა, ქეთევა შენ? ხო, ბავშვს არ გადასდო, მე არ აი რა დრო დამიდგა რა. თბილისობა გარეთ არის ყველა გასული, მე კიდე მაგრამ ცენტრი ფუგას ვავსებ. ისე მართლა ხო არ გავიდე, მაი გარეთ თბილისობას, თავრობას ნალიკასთან ექნება დადგმულის რა ქვია იმას რიყეზე საწნახელი, ჩავრიც მე ჩექმებს კი არა ბოტებს და ესე ჭაპ მიეპარები და ესე ვეპრო ბატონო დიმიტრი. მე თქვენ პირველად ხედავთ. ესე იგი რა გამოდის? მე თქვენთვის შენ არაფერი მithხოვია. ხო და ძალიან კარგი იდეა, მაგრამ მე შენ ადგილზე მაინც მეცადინეობას გავაგრძელებდი ბუზო. მართალი ხარ. მართალი ხარ, მაგრამ ნახე რა სისულელები წერია რა. ამას დაიწყე შეხედე ხა თუ ბარონი არ არის დამნაშავე, მაშინ არც ბოშა დამნაშავე და არც იდალგო. ეს რა არის? რამაცილებს ხა რა. ეს ნახე ხა მეორე. ატომური სადგურის თითო ცენტრი ფუგრან. ელიავაზე ფეის კონტროლი დააწესეს, არაფერი ესეთი. რა. ტელეფონი გირეკავს. უკაცრავად? ბისა, ბოდიში ბატონო ამირან, ავიღო ყურმელი თუ დენი დამართხავს. აბარა ავიღო თუ აბარა დენი დამართხავს. აბარა აიღე, კარგი, დიდი მადლობა. ალო. გამარჯობა, ცისანა შალოვნა. შალოვნა მინდოდა ეხლა. როგორ ხარ? ჩვენ არა გუშავს, რა? ვინ? წნევა გაქვს? მე რა იყო? შალოვნა, წნევამ შეგაშინა? მე გეტყვი როგორ უნდა მოიქცე. ახლა პირველ რიგში, ჩადი აფთიაქში. ერთი წუთი. ირაკ, ბათხო. ერთი წუთი შალოვნა, ერთი წუთი. შალოვნა, ხო? დიახ. გამარჯობა, ქალბატონო შალოვნა. მე გახლავართ ამირანი. ირაკლის მუშა. ხო. მომისმინეთ ახლა როგორ არის საქმე. ექიმებს ახლა მეტი რა უნდათ. ექიმებმა ოღონდ აფთიაქში გაგაგზავნონ. ხო და გაათფეთ თბილი წყალი. ჩააწყვეთ შიგნით ფეხები და გქონდეთ ასე. მამაჩემს შველის ხოლმე, კი. ხო და თუ დაგჭირდათ წნევა, კაფელი, გაჯი, გალესვა და რამე, აქავარ. კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ. კი. ხო ჩახრა. აი, ხო შეგიძლია როცა გინდა, ხო? აი რო ინდომებ, ხო ყველაფერი გამოგდის რა. კარგი რა. კარგი რა, ხო შევთავაზეთ ჩვენ რომ რაღაცა რო დაიცლება და რაღაცას რო იხმარდა, რო აღარ გჭირდება, ხო ეს სარიელი ყუთები გადააგდე რა.
ეს რა არის? რა? აი ეს რა? ამაში ხო? ნახე რა. დღეს დილით ვიყავი ადრიანა თელიავაზე. არ შევამოწმებ და შემოუპარდებათ. შემომაპარეს. ეს თუ გამატარე. შემოგაპარეს. ესე ხო? ეს ყვავილებით შემოგაპარეს, ხო ალბათ? ეთქობა გითხრას ფუნჯიაო, ხო? ხო? და იყიდე შენ წამოიღე შემოპარებული ყვავილები, ხო? ყვავილები, ხო? ყვავილები. უყურე, კარგად უყურე, უკეთესად მოიფიქრებ რა მეს, მიდი, აი. ყვავილების ხანა. ბუბა ხომ მაგარია თქვი რა, გაფიცებ მითხარი ბუბა. გამომართვი ეს ყვავილები და მითხარი ახლა პირდაპირ. მე რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე? დავრჩი აქ თუ? წავედი მე. საათ ნახევარში მოვალ. ვარ მოგატყუო 2-ში. რას გეტყვი, კაცმა რომ გითხრას, ცუდად იყავით და სიცხე გქონდა და ეგ ესე წუწუნებდი და კარგად მოიცალე მაიმუნობისთვის. რა ცუდად ქეთება, რა ასე კარგად ცხოვრებაში არ ყოფილი. აუ ლაშა, ცოდოა ვახო, ვუთხრათ. კარგი ქეთება, მე მიკეთება მას, მაცადე რა დრო მატარებინე რა. სულ დროს არ ატარებ შე. კარგი ახლა, გამოვა ახლა მალე სადაც არის, გაჩვენ. არ გაიგოს. ამა. დილამშვიდობისა ვახო. ის თამარი სად არის? თამარი ექიმთან წავიდა. სად? ექიმთან. ექიმთან? აი, ნახეთ. რა საყვარელია რა. იცოდა რომ გუშინ დავლია და არ გამაღვიძა ისე წავიდა. თან? სანამ წავიდო და მაკოცა. გაკოცა? ხო, ქეთევან, მაკოცა. შენ არ იცი, ქეთევან, იცი რა თბილია ჩემი თამარი, თბილი იქნებოდა, აბარა 39 ქონდა სიცხე. ისე, ქეთევან, რა ვიფიქრე მე იცი? ჩვენ ქვევით ბარი რო იყიდება. ბარი? ხო, გადავწყვიტე რომ აი ის ვიყიდო. იყიდო? ხო. რა ვახო, მე იქ არა, ბარის დატოვებას კი არ ვფიქრობ. გადავწყვიტე თონე უნდა გავხსნა. თონე? თონე და კიდე რა ვიფიქრე იცი? ესე ხმამაღლობოდაო კაცო ღამე. ვახო, შენ ხო გაყიდე შენი კარტოფილი და არ გინდა შენ სამე ფართი იყიდო? ვახო. მართლა ვიცი ქეთევან, ახლა კი ვფიქრობდი მაგაზე, მაგრამ არა, კარგი აზრია. კარგი აზრია. დიდებული აზრია, აბარა, არაჩვეულებ. ვახო, შენ ხარ ჭკვიანი ბიჭი. შენ რამე სერიოზულს მოიფიქრებ იმ ფართში. ეხლა შენის ტიპი არ ხარო, ღეზელების ცხობა დაიწყო, რომ კარტოფილის და ცომის მოგებით მოატყუო და რაღაცა ესე მოტყუო, რამე მოიგო. არა, ტიპი არ ახარ ეგეთი. არა, ასლაბაჰრა. ეხლა რა. ერთი წუთით რა. ხო და რა ვიფიქრე? ხო, აი ტიპი უნდა იყო ეგეთი, ვახო, ტიპი არ არის. დაჯექი. ალო. ხო და. თამარ. ხო, მე ვარ. შენ გუში რო გელაპარაკებ. ქეთევანისთვის და ლაშასთვის რამე ხო არ გითქვამს? არა, თამარ, ამ თრალი. გუშინ საძინებელში ხო გელაპარაკე, ხო მისმენდი არა? ხო, ბარის ყიდვა მინდა მეთქი, რო გითხარი. ხო არ თამარ შენ გელაპარაკებოდი საძინებელში, სხვა ვისთან უნდა მელაპარაკა ჩვენ საძინებელში? საირმეში ხარ? მომეცი აქ ტელეფონი, მომეცი ხარ, არ გადამირიო ეს ჩემი ერთადერთი და თამრი მე ვარ. თამრი არ ინერვიულო, ლაშა მიმაიმუნა, ხო გუშინ იხუმრა. სიცხე ქონდა. ხო. სიცხე ქონდა, ხო და ჩემთან არ დავაძინე, შენთან გავიდა იქ დაცვა. რაო, თამარ, მაის მომენატრა ჩემი სპაიდერმენიო,
როცა ლაშა თუ თამარის აი ესე იგი მთელი ღამე მე შენ გელაპარაკებ მე მელაპარაკებოდი ვახო მე თამარი კიდე 1-2 კვირა არ ჩამოვა ისე როგორ გეშლებით მე და თამარი სულ ერთმა მოიცა ლაშა ხა მოიცა ესე იგი გუში მთელი ღამე მე შენ გვერდით მეძინა ლაშა კი შენ გეძინა მაგრამ მე თვალი არ მომიხუჭავს არა ვერ მოუხუჭე თვალი რა ვიცი მაინც სპაიდერმენი მეწვა გვერდით შენ რა გეუბნები რა შენ ვერ ახარ რა მე ძალიან ეს უგორი მე კარგი მოიცადე ვახო მოდი კარგი ხარ ვიხუმრეთ რაღაცეთ ესე გამოვიდა დაიხუმრე მომისმინე ეხლა მე რას მიმალავდი ამ ბარის ყიდვის ამბავს მითხარი ერთად გეთქვა ჩემთვის და ერთად გავიკეთებინა რაღაც მე მგონი ურიგო არ იქნებოდა კი არ გიმალავდი ლაშა უბრალოდ ჯერ არ გეუბნებოდი რატო რა მაქვს შენთან დასამალი ეხლა ჯერ არ გეუბნებოდი ჯერ არ გეუბნებოდი თორე რა წინასწარ არ მინდოდა მაინც წინასწარ არ მინდოდა მაგის თქმა წინასწარ თორე კარგი არა უშავს გასაგებია ვახო მოდი ავიღოთ ეს ბარი გავხსნათ ჩვენ ახალი და საერთო სახელი დავარქვათ ვახო საერთო სახელი აი ლაშა და ვახო ხო ლავა აი მონოფეხა რა არა ან თუმცა იცი რა არის ეხა შენ და თამარის იდეა ეს უფრო შენი და თამარის ხო და თავა რო დავარქვათ თავა მე ბარის ადგილას მინდოდა თონის გაკეთება თონი უნდა გამეკეთებინა იქ და რა უნდა დააწერო მე იქ დედას პური თუ სპაიდერმენის პური არა დედას ბუშტის პური უნდა დავაწერო ესე ხო კარგი მომისმინე ჩავიდეთ ახლა მართლა ხუმრობა იქით იყო ჩავიდეთ ბარში გავარკვიეთ რაღაცა და მე დავსვათ სერიოზულად ვილაპარაკოთ კაი კარგი კარგად სიხარული აბა ეხლა ნახოთ რა შეკითხვებია ისეთი ხახს რომ აი ესე აიშინებს რა აბა რა შემხვდა ეხლა ატომური სადგურის თითო ცენტრი ვითომ არ შემხვედრია მეორე ნანოტექნოლოგიების სიმპოზიუმზე დელეგატებს კომუნიკე უგაცრავთ შეიძლება ქართულ ენოვანი სექტორის გამოსტაცი ვარ მე დიახ თქვენ ქართულ ენოვანი სასწავლებლების პედაგოგთა ტესტირებაზე იმყოფებით ესე იგი საქმე არც თუ ისე ცუდად არის და ისიც რა მაინტერესებს უკაცრავად თუ შეიძლება აი პასუხი უნდა შემოვხაზოთ თუ გავაფეროთ უნდა შემოვხაზოთ და ეს შეიძლება დიახ ისიც აი სწორი პასუხი უნდა შემოვხაზოთ თუ ყველა არასწორი პასუხი უნდა სწორი პასუხი უნდა შემოვხაზოთ ალბათ ეს შეიძლება ეს უკაც აი ეხლა შეიძლება საქმე ანუ ეხლა აი ეს პასუხი უნდა შემოვხაზო ხო სწორი ეხლა ეს ვერ გეტყვით მართალი ყოფილა რომ ამბობდი თვითონაც არ იციანო რა უკაცრავად ტელეფონის ჩართვა არ შეიძლება ხო? ხო არა უბრალოდ შაშკინმა უნდა დამირეკოს თორე გოგოლი კოლეგა იცით აი საიდანღაც მე მეცნობით და იცით მე ვიცვლები და იქნებ ჩემი შემცვლელი გეცნოთ არა მე უბრალოდ არაფერი არ მინდოდა მეთქვა მე უბრალოდ მინდოდა ის რომ წყალი შემოვიტანე დასაშვებზე მე დიდი ბოთლით და დარღვევა ხომ არ არის მეთქი აი ეს მინდოდა რომ მეთქვა არა არ ჩაგითვლით მადლობ აი მე რა
Radvai. Radvilia, კაცო. Radvilia რა ეს. აი, გიჟდები ისეთი, ერთ შეიძლება. აი, გაგვირებული ვარ, ეხა აი ამდენს დადიხართ, ამდენს დადიხართ და დამზადეთ თუნდება გარდა. არ მოგფუძნება და განერთეთ რომ მუშაობა. კი ბატონო, არა, უბრალოდ რომ დადიხართ ეს ამდენს ახლა. იმიტომ რომ ეს ერთი წუთი შეიძლება. დიახ, გისმენთ. თქვენ ხომ მითხარით რომ შევიცვლებიო? დიახ. აი საერთოდ არ შეცვლილ ხარ. ამდენი ხანი დარჩა დრო, ხარით შემთხვევით. დარჩა 10 წუთი. გაიგო. რამდენი გავიდა? 50. 50. ამის პასუხი რომელია ხარით? ამის პასუხი რომ ბე არა, ერთი გზა დამჩა რა. ანუ დრო შემოხოძო ყველაფერი რა. ეს შენ ეს ამის ეს ამის პასუხი ეს იყოს, ჩემი შვილი საპატიოსაც მოტკი ბატონო. ამის პასუხი იყოს. თუ ჩემ საპატიოსაც ამის პასუხი იყოს. ამირო საპატიოსაც. ეს ირაკლი, აი არც სათუ არ გამოგადიება რა. არ გამოგადიება. თუ ჩავიჭერ შენი ბრალი იქნება იცოდი რა. ხომ არ დაასრულე? რამდენი ხანია? რამდენი ხანია დავასრულე? მე თქვენ გელოდებოდით, თორე კი არა. რა. უადვილეს იყო. დიახ, აი. მადლობა. არაფერს. მაგა არ არის? არ არის? გასულია. გასულია. კაცო, თქვენ ბარს ხო ყიდით ბარს? არ ვიცი. დაიმახსოვრე რა, ეს ჩიფთან არის მუშაობს. ჯერესეთი ჩვენთან არის მუშაობს, ჩვენთან არა, ჩვენთან არის მუშაობს ეს ერთი და მეორე ძალიან თქო რა, ჯერ ვიყიდოთ ეს ბარი და მე ვიფიქროთ იმაზე, რა ქვია, პერსონალის რეფორმაზე. ია, ეს სპორტული ბარის გახსნას, ხო არ ჯობდა რომ ეს გაგვახსნა, რა ქვია, მხატვრის სახლი. სუ სახლი მოგელანდება შენ. სუ სახლი, რა სახლი, რა მხატვრის სახლი, რა გესმის შენ იმის მხატვრობის. არ მესმის ხო? არ მესმის ხო? მაშინ ბოსტანი გახვსდა, ეს ხო კარგად გესმის. ნუ მაიმუნობ, კაცო, ნუ მაიმუნობ, წამოდი ერთი. მიყავდახი რამდენი იყო ეს? არ მახსოვს, მოდია. ესე იგი, შემოსასვლელი. არ შეგდება არაფერი. რატო? მეტი 50, კარგია. მეტი 50. ხო, აქ უნდა დავამატოთ მაგიდები. მან დავამატოთ მაგიდები. წამოდი ხე. მოდი რა ხომოდი. ისე რაღაცნაირად ისე რო გაყო. აი, ნახეთ შემოსასვლელი. ხო. ძალიან კარგია, არ ჭირდება ამას არაფერი. არც გადაკეთება. ხო, ესე იგი მაგიდები უნდა ავიღოთ ბაში.